ეს კი სახლში მოვაწყეთ მწვადის დღე. ჩემი მეუღლე და მამა წვავდნენ სახლში გაკეთებას, მაინც მე მგონი არაფერი ჯობია. ეს საოცარი სურნელი, ისეთი სურნელი ტრიალებდა, რომ აი არ ვიცი, თუმცა ორნაჭრზე მეტი ვერ მივიღე. ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო, მოვიდგა, კი მართლა მოვიდა თქვენი პუტკუნა მზისხივი. ხო ხედავთ როგორ თამამად ვამბობ პუტკუნა მზისხივი და ახლა მაინც არავის შემეტავებით რო აღარ ხარო. ესე იგი მოვიდგი აგერ ყავა. პრინციპში რაღაცა ბოლო პერიოდი მე ესე დილით აღარ მივირთმევდი ხოლმე ყავას, მით უფრო უზმოზე არ მივირთმევდი, მაგრამ შაბათს და კვირას რაღაცა ძალიან მერევა ხოლმე გზა და კვალი. ისეთი ყავა არა, როგორც მე მინდა ჩაიქაფა რაღაცა და მე და მარიკო მივდივართ, ვებზადებით ხდა მივდივართ ვაგზალზე. ორშაბათს არის ზღაპრის გმირის ასე ვთქვათ, დღე უნდა მოვაწყოთ. ბაღში შესაბამისად რამე კოსტიუმი მინდა რომ ვყიდო, იდეაში ქირაობა შეიძლებოდა, მაგრამ აი ესე მე კიდე სხვა რამეზე მივდივარ, აი ესე ვერ ვივლი, მოკეთ უნდა ვყიდო რა. რომელი გმირის ჯერ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, საერთოდ რას ვიშოვი, არც ეგ არ ვიცი. და უნდა ვყიდოთ ბარემ დაბადების დღის კაბა, საჩუქარი მარიკოს. და ასევე ფეხსაცმელები. ესეც დაბადების დღის, ანუ ახლა არ გამოიყენებს, დაბადების დღის საჩუქარია დედიკოსგან და მამიკოსგან, ხო დე? ხო. რომ აი ეს საქმე მოთავებული მქონდეს, იმიტომ რომ 10 ივნის აქვს მარიკოს დაბადების დღე და ანუ მართლა რაღაც დარჩა და მირჩენია რომ ახლა ეს ამბავი მოვაგვარო. და უკვე უნდა დავიწყო დაახლოებით დღეს გადავხედავ და ტორტზე უნდა დავიწყო ზრუნვა. არ ვიცი, სავარაუდოდ მადარჩი უნდა შეუკვეთო. რის ტორტი გინდა დედა? უნიკორნის ტორტი უნდა. ხო და მოკლედ რამე ისეთი პაწეც უნდა, სადა ტორტი უნდა შეუკვეთოთ უნიკორნის და ვნახოთ. მადარტის ფასები ყველამ ძალიან კარგად ვიცით. როგორ მიფრინავს საყვარლად. ხო და მოკლედ არ ვიცი, სადღესასწაულო რაღაცებიც უნდა ვუყიდო, გასაფორმებლები, ნუ ბევრი არაფერი, მაგრამ რამე უნდა ვუყიდოთ, მოკლედ. ხო და ნახოთ. წლევანდელი დაბადების დღე ჩავილის ბაღში, რადგან ვხედავ დედა 11-ში და 12-ში მაქვს ზეიმები და უბრალოდ არ ვილაპარაკოთ თემაზე. ყველაფერი შეუძლებელი გახდება. ის კი არა, მის დაბადების დღესაც ფიზიკურად ვერანაირად ვერ მოვალ 8-მდე სახლში, ამიტომ ვეღარაფერი ვეღარ იგეგმება სხვა. მაგრამ არა უშავს. ხო, აქ მაქვს საყურე, რომლის ვიდეო უკვე დავდე დოდონას აქსესუარების გვერდზე და მინდა რომ გაჩვენოთ, ეს ლამაზე ხო ნანახი გაქვთ თქვენ ამასწიათ გაჩვენეთ, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით მეტად მომწონს აი ეს სიბრდღვიალე და სიბრჭყვიალე და აი უბრალოდ არ ვიცი ხალხო როგორი ლამაზია, აი ნებისმიერ რესტორანს რომ რა ვიცი, ზე დააკვდება. ასევე ჩემო საყვარელო. საყურე რომელიც შემიკვეთე და დამზადებული არა ვიცი გავიდა მგონი რამდენი თვე შვილის ბანკეტისათვის რომ გინდოდა არ ვიცი ჩაიარა შვილის ბანკეტმა თუ ჯერ არ ჩამოფრენილ ხარ, უბრალოდ გამაგებინე რომ თუ ვერ გიხერხდება მოსლა კურიერს მაინც გამოვატან ჩემო კარგო, იმიტომ რომ ამის ფული გადახდილი გაქვთ და საყურის ღირებულების ფული გადახდილი გაქვს და შემეხმიანე აუცილებლად. ჩემი YouTube-ის მაყურებელია შესაბამისად, იმიტომ მიმართავ მომწერე ძალიან გთხოვ რა გავუკეთოთ საყურეს. თუ არ ჩამოფრენილ ხარ გასაგებია, მაგრამ თუ ვერ გიხერხდება კურიერის მეშვეობით გამოგიგზავნით. მოკლედ ესეთი ამბები, დილიდან ესეთი გეგმა გვაქვს. ჩაადებ საყვარელო თავის ადგილას, კარგი, მადლობა. ესეთი გეგმაა მოკლედ, ნახოთ.
გეტყვით როგორ და რა იქნება. როგორც ხედავთ, ჩემი თმის ამბავი არის უბრალოდ სასოწარკვეთაში. წინ მაქვს უშველებელი ჭაყარა აქედან აქამდე. გეგონებათ ნიშანი რო გადევს ისე მაქვს. მოდი დედიკო ესენი. ხო და ვერაფერს ჩადე მარიკო. ჩადე დედი, ჩადე საყვარელო, არაფერი მოუვა. მორჩა, წამოდი. ხო და ვიფიქრე, ჩამოვირეცხო და მე იმ ფერზე დავისვა, არაფერი ძალიან მომწონს. რაღაცა მომიხდა, არ ვიცი. ასე ვქნა, ისე ვქნა, ორჭოფოვდი მე ასე ხوار ვივლი და შევიღე მოკლედ. ჩემით სახლში უბრალოდ სავარაუდოდ ვერ დავისვამ იმ ფერს და სავარაუდოდ კი არა და ვერ დავისვამ და ავჭრალდე, გადავჭრალდე და არც ნახევრად ისე ვიყო, არც ნახევრად ასე ვიყო და რაღაცა ცირკიცალს ვგავდე. ამიტომ ისე იდეაში შავად მომიწევს შეღებვა. საკმაოდ დავასვენე ორ კვირაზე, ანუ ორი კვირა არა, ხო, ორ კვირაზე მეტი დავასვენე თითქმის თმა. ეს რო შევამჩნიე უკვე ჭაღარა იქიდან ორ კვირაზე ვიძახი რა. და ისედაც ხო ძალიან მალე გადადის და თან რას ვფიქრობ გოგოებო, იყიდებაო რაღაცა შამპუნი ვაგზალზეცო, რომელიც ფარავს ამ ჭაღარებს, როგორც შამპუნი რო უნდა შეიძლება ცოტახანი გაიჩერო და როგორც საღებავი, უბრალოდ საღებავი არ არის რა. ხო და არ ვიცი, ხო არ ვიყიდო თქო ვიძახი. რა ვიცი. და პეჩენია მიაყოლე და მიირთვი ეგეც და. მიდი. ხო და მოკლედ ვერ გავიგე რა ვქნა რა, ხან ისე ვარ, ხა იჭრალო პეპელასუფთა. ხო და ერთი პერიოდი რაღაცა გაიყინა ჩემი YouTube-ის გამომწერების ამბავი და ხა ცოტა დაიცრა და ძალიან დიდი მადლობა. ჩემი ცოტა აქტიურობა დააკლდა ეს დღეები, ვიცი, მაგრამ რა ვიცი. ასე ხდება ხოლმე, როცა სხვა სამსახურიც გაქვს, როცა YouTube-ზე ხარ, ასე ვთქვათ, დამოკიდებული თავიდან ბოლომდე და შენი შემოსავლის წყაროც YouTube-დან არის და სოციქსელიდან არის, სხვანაირად მიდის შენი რაღაცა დღის განრიგი, ხო და იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები მუშაობენ, ხო, ვინც მუშაობენ ყოველ შემთხვევაში, მათთვის ცოტა რთულია მერე, ვინც ჩემსავით ასე გვიან ბრუნდება სახლში, მერე უკვე ძალიან რთულია რაღაცები და მე სულ ვიძახი, რომ მე რომ მქონდეს ყოველთვიური შემოსავალი YouTube-დან, ნუ მექნება ბევრი, მაგრამ მქონდეს ცოტა ის ნორმალური, რომ რაღაცა სუნთქვა შევცვლო ყოველ შემთხვევაში. ალბათ რაღაცებს გადავახარისხებდი სამსახურებთან დაკავშირებით. ახლა იმიტომ რომ თუ სოციქსელიდან მე კარგი შემოსავალი ნორმალური მექნება და ნორმალურ მე კარგში გადადის, რა ვიცი, თავისთავად უკვე სხვანაირად იგეგმება ხო რაღაცები და რაღაცებზე ვიფიქრებდი, მაგრამ ეს ცოტა წლების ამბავია და არა ახლა, ანუ ახლა ასე ვერ იქნება ხო ჯერ და კი, ბევრი მეუბნებით რომ ლაივში გადი რომ მოგემატოს ხალხი ლაივისთვის, მართლა არ ცალია, არც ერთი წუთი არ ცალია, არ ცალია. ხო ვარ დღეს სახლში, ახლა მოწესრიგდებით, უნდა წავიდეთ ვაგზალზე, კაცმა არის იქიდან რომელსაც მოვალ. ძალიან ბევრი სასიარულო გვაქვს, ანამე მოვალ, მერე თმას უნდა მივხედო, ბავშვს უნდა მივხედო, ვიბანაო, ტანსაცმელები და ანუ ფიზიკურად რო აღარ მიჩება სამწუხარო და თორე მეც ვიცი რომ ლაივები მატებს თან ძალიან. მაგრამ რას ვიზამთ. თუმცა ერთი რაღაც ვერ გავიგე ხალხო. ბევრი გამომწერიც რო ყავთ და რო ვაკვირდები, ძალიან დაბალი ნახვები, აი უდაბლესი ნახვებია ვიდეოების და ისე მიკვირს, იმიტომ რომ ნახე თუ მაგალითად იწერა არხს რაღაცნაირად ხო უნდა უყურო რაზრაკზე რო იწერს, ცოტა ხანი მაინც ხო უნდა უყურო და ძალიან დაბალი ნახვები აქვს ზოგადად ვიდეოებს. ზოგს ჩემსაც ძალიან დაბალი ნახვა აქვს, შედარებით თუბას თუ ვიგულისხმებთ, მაგრამ
ზოგადად რაღაცა არ ვიცი. შესაძლოა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოჩნდა, ვინც YouTube-ის ვიდეოებს იღებს, YouTube-ისათვის იღებს ვიდეოებს და ესეც არის რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი პოდკასტები გამოჩნდა, აი ყველა მეორე უკვე პოდკასტზე ზის და თავისთავად აუდიტორიაც უკვე რამდენჯერ გაიხლიჩოს, ჩვენ არ ვართ ხა ისე და იმდენი რომ რაღაცა ყველასთან თუმცა მაინც ვფიქრობ რომ თუ გამოიწერს, ხით მაინც უნდა უყურო რა აზრი აქვს, მაგრამ რატო იწერი მაგ ადამიანს. მოკლედ აღმოჩნდა რომ ინდოელი ბიჭი რომელსაც ეძებდა ოჯახი ძმაც ჩამოფრინდა და ეძებდნენ და ძალიან ესე იმედი ჰქონდათ რომ სადღაც არის ან მოკლედ იპოვეს გარდაცვლილი ძალიან სამწუხაროა ეჭვი აქვთ იმ ადამიანებზე სადაც ცხოვრობდა იმიტომ რომ რაღაცა გაჟღერდა ინფორმაცია რომ თითქოს ემუქრებოდნენ ფულს ართმევდნენ და ასე შემდეგ იმედია რომ ძიება დაწყებულია უკვე და არ აქვს მნიშვნელობა რა როგორ რომელი ქვეყნის მოქალაქეს ეხება გამოძიება აუცილებლად უნდა ჩატარდეს და მიეცნენ პასუხისმგებლობაში ის ადამიანები, ვინც იმსხვრყლა ახალგაზრდა ბიჭი, ინდოეთის ტელევიზიაშიც ასევე იყო ოჯახი, სადაც ამ თემებს განიხილავდნენ დაწვრილებით და მოკლედ ძალიან ცუდი მიდგომა, რომ ერთით ნაკლები ინდოელი იქნება, ძალიან ბევრი ინდოელია, ცოტა შემცირდება და ასე შემდეგ. ჩვენც ძალიან ბევრი ვართ სხვადასხვა ქვეყნებში, ძალიან ბევრი ვართ, როგორც იტალია, საბერძნეთი, ამერიკა და წარმოვიდგინოთ ჩვენი თავები, რომ ერთით ნაკლები ქართველი იქნება და ვინმეს უხაროდეს, რომ ხო გარდაიცვალა ის ადამიანი, ამიტომ არ არის სწორი მიდგომა და პირიქით უნდა გამოვთქვათ წუხილი. არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნება. კარგი, ახლა წავედი და ნახოთ რაც მოვახერხებ რომ ვაგზალზე გადავიღო თუ მოვახერხებ იმ ქაოსში. საღამო მშვიდობის, მოკლედ მოგიტანეთ შამპუნის აღებავი და ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ, არ ვიცი როგორი იქნება, უნდა დავტესტო. ცოტა სხვა მოლოდინი მქონდა, იმიტომ რომ არ მეგონა რაღაცა ჩოთქი და მილიონი რაღაც რო დამჭირდებოდა, მაგრამ ვსინჯოთ ხელთათმანით წასმა, შესაძლოა ფუნჯის გამოვიყენოთ, ვნახოთ. როგორც ხედავთ, აქ საკმაოდ ჭარბად ჩანს ჭაღარა და ნუ განსხვავებაა ხა რაც მითხრა იმ ქალბატონმა იმდენ ხანს გაგიძლებსო ეს რომ რა ვიცი მეთქში ვიტაკე ძალიან დიდ ხანს ეს ვიყიდე მრგვალი როა ვაგზალზე ცენტრალიდან რომ გამოდიხარ ხო მე ვიყიდე შავი და ვნახოთ როგორი იქნება არ ვიცი უნდა დავტესტო მითხრა რომ შეგიძლია გაიჩერო 20 წუთიო ხო და ნახოთ რას იზამს აი ამ განსაკუთრებით ძალიან ჭაღარას რას გაუკეთებს მეც ძალიან მაინტერესებს და თუ დამაკმაყოფილებელი იქნება აუცილებლად იქნები ხშირი მომხმარებელი ნახოთ არ ვიცი გამოიყურება ასე ხო სუნი არ ვიცი არ ფისუნი არ აქვს მოდი მოვიტანოთ ჩოტკი მოყვება თავისი ერთჯერადი ხელთათმანი რომელსაც მე ვერ ვიყენებ და მეჩვენე სხვა გამოვიყენოთ ეს ზურება ხელიდან ჩემი ახალი ჩოტკი ვერ ვიპოვე ამიტომ მოდი გავიკეთოთ ხელთათმანი არ ვიცი სად წავიღეთ ამით დავიტანოთ მოვიმარჯვოთ აქვე სარკე რომ კარგად დავინახო, აქ რა თქმა უნდა ასე ვერ დავინახავ. მეც მაინტერესებს როგორი სტრუქტურა აქვს და საერთოდ როგორია. ძალიან მაინტერესებს. ხო, გადავიხადე გოგოებო 15 ლარი. სხვაგან ვერ გეტყვით რა ღირს. სხვათა შორის გამოწერით თავის კურიერიანად საკმაოდ ძვირი გიჩდებათ, რა თქმა უნდა. ცოტა მაშინებს ახლა ეს.
რაც ეს თეთრ შავშია რა. აიმე. ცოტა კომოდზე დაიქცა რომ მასქენი და არაფერი დაზიანებულა. მოდი აბა რაღაცა ცოტა ისეთი სტრუქტურა ვერ გავიგე რა არის მაინც და მაინც ვერ ვიგებ არ ვიცი. მოდი ამდე საუბარს ჯობია წუხარო ჩოთქი არ მაქვს ახლა მე დავწუხარ ამის გამო რომ ჩოთქი არ მაქვს. შესაძლოა სხვანაირად უნდა წავისვა, არ ვიცი გოგოებო და შეგიძლიათ რომ დავიწეროთ თუ სხვანაირად უნდა დავიტანო. სიმართლეითაც სხვანაირად არც ვიცი როგორ უნდა წავისვა. არა სიზავს ეს ჩვენი ჭაღარის შამპუნი ნახოთ. ცოტა ვერ ვარ კარგად განწყობილი სიმართლე გითხრათ, მაგრამ ნახოთ. მონაკვეთში მაქვს ცოტა კიდევ. კიდე ვიყიდეთ ფეხსაცმელები მარიკოსთვის, ძირითადად თვითონ ირჩევდა როგორც კაბას, ასევე ფეხსაცმელს, ნუ ჩემი ჩარევით, მაგრამ ძირითადად მაინც მისი არჩევანი იყო. ვიყიდეთ ხვალინდელი დღისთვის და ასევე ვიყიდეთ მისი დაბადების დღისთვის. და ნუ მე ხო ისიც გამოადგება და გამოადგება. ესეთი მოდელია. ზუსტად არ მახსოვს დაახლოებით 40 ლარამდე გადავიხადეთ. 38, არ ვიცი, უკეთ 40 ლარამდე გადავიხადეთ ამ კონკრეტულ ვალეტკებში. კაბები არ მინდა რომ გაჩვენოთ, იმიტომ რომ მინდა რომ უშუალოდ იმ დღეს გადაღებული ფოტო და ვიდეოები გაჩვენოთ, როცა ეს ყველაფერი ეცმევა, ამიტომ თავში ვიკავებ და დღეს არ გაჩვენებთ. რაც შეეხება ხო, ჩვენი დედია გვირგვინი. ასე ვიყიდე ეს გვირგვინი, რომელიც ხვალ კაბაზე უნდა ეკეთოს თავზე. აი ასე ამ მდგომარეობაში მეც მიხდება. ადედიკო. ასევე სულ ვიყიდე მოგეთ 3 კაბა, ერთი ბავშვი ჩაიცოს საყოველთღიურო და ის ზედაცვი, ამიტომ ვერ გაჩვენებთ. კოლგოტი ესეთი წვრილმანი რაღაცეები რა, მთლიანობაში რო გითხრათ, დაახლოებით 250 ლარი დაიხარჯა მთლიანობაში. ამის ჩათვლით. ესეთი ამბავი. ხაცა ძალიან ისე ვუყურებ გადაზეზილი, მაგრამ ნახოთ. კიდევ გამოგვცეს. ნახოთ. სამწუხაროდ ეს ერთი კვირა წვიმებია, ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, პროგნოზში ასე ჩანს, რომ სულ წვიმებია და თუ წვიმები იქნება, არ ვიცი რას ჩაიცვამს. კაი, იმას გაჩვენებთ, კიდევ ზედაქვენა ვიყიდე. კიდე შარვალი. მიუხედავად უამრავი ტანსაცმელისა, რომ გავდივარ რაღაცა კონკრეტული საყიდად, მაინც მოვაყოლებთ ხოლმე ხელს, ეგრე გამოდის. და ჩვენი მიკი მაუსი თუ მინი რომელია, მინი პროსტორად.
ხო ისეთ ხელზეა და ძალიან ლამაზია, სხვათა შორის ჩაცმული, გაისინჯა ორივე. ამ ორივეში გადავიხადე 20 ლარი. ამ ორივეში. რაღაცა ზედა ქვედა მომეწონა, ანუ ერთიანი. ხო და ძალიან შევცდი რომ არ ვიყიდე რა, ძალიან. იმას მოგვიანებით კაცომშავს. იმას ცოტა მოგვიანებით ვიყიდი მერე. სანამ სადმე ესე გავიყვან, ასე ვთქვათ. ისე დავიღალეთ გოგოებო, იმ რგვალში დავდიოდით ძირითადად და ისე გადავიღალეთ კი ვიარეთ 1-2 საათზე მეტი, სანამ ის კაბა მოვძებნით, იქიდან იქ წავდით, აქედან იქ წამოვიდით და მოკლედ. საკმაოდ ბევრი ვიარეთ. ძალიან დამღლელი დღე იყო, რაღა დაგიმალოთ. მოგითხრათ ხალხი დღეს ძალიან ცოტა იყო, მაგრამ მე ვერ გადავიღე უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან ცოტაშიც კი მაინც ბევრია, იმიტომ რომ წვრილი გზა არის, მათ ხო იცით როგორ ის არის და მაინც გამიჭირდა რამის გადაღება. თან ეს ბავშვით რაღაცას ვთვალიელები და მოკლედ. ხო, ნუნების მაკრატელი ვიყიდე, ასეთი მქონდა მე გოგოებო, რა ვიცი, მგონი 4 თუ 5 წელი გამოვიყენე. 5 შეება არა, მაგრამ 4 მაინც. აი ესეთი მე ჩემი აი 100%-იანი რეკომენდაციით თუ აი ასეც ნახავთ აფთიაქში თუ იმ რგვალში ჩახვალ და სადაც არ მოწახთ აი ასეთით წითელი იცოდეთ რომ არის იდეალური ნუნებისათვის. ჩემთვის ძალიან პრაქტიკულია. გადავიხადე 7 ლარი. უკეთესეთი ამბებია გოგოებო. ბიბლუსის ვაუჩერი მქონდა 20%-იანი ფასეკლება თვის ბოლომდე და ვერ მოვასწარით. შერბენა. ხვალ კი მინდა შევიარო ბიბლუსში, მაგრამ სამწუხაროდ ხვალ უკვე გავა 20%-იანი ფასეკლება ზვა და ასე რომ ხო რაც შეეხება ეს უნდა მეჩვენებინა კიდე ეს პირის აეროზოლი რაც ვიყიდე. ვიმედე ეს არ გადმოვარდეს რანაირად არის. 10-დან დავუწერ 1-ს. არაფრად არ ვარგა და ყოველ შემთხვევაში ასეც ნუ იყიდით, სხვანაირი არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ ეს არაფერი არ არის. 10-დან 1. სხვადასხვა არომატებით არის, ნუ ყოველ შემთხვევაში ეს არ ვარგა და სხვაც არ მგონია რომ ძალიან ისეთი იყოს. წესით უკვე გაუვიდა დრო ამ შამპუნს და უნდა დავიბანო. კიდევ ერთი 5-8 წუთი ალბათ გაჩერდება სანამ ავალ, სანამ და ვნახოთ თუ ეს კარგად შეღებავს. მაშინ ვიქნები ამისი მუდმივი მომხმარებელი. 1 წელი გაგიძლებს იმ ქალბატონმა ამითხა, თუმცა ძალიან მეეჭვება ამან გამიწვოს 1 წელი. არ მგონია. მაინც და მაინც ამდენი არ მგონია რომ იყოს. არ ვიცი. კაი, ნახოთ ერთი როგორი იქნება. აუცილებლად გაგიზიარებთ. ქარმა ისიაზილა ხალხო ჩემი სარეცხი. ვისი რა ხდება, ვისი ზედა, ვის ქვეშია ვერ გაიგებ. მაგრამ მიხარ იმიტომ რომ მალე გაშრება. ახლა ნამდვილად მოვიდა დაბანის ჟამი, მაგრამ სარეცხი დავფინე რომ მე სულს აღარ მოგუჟია ლაკეთით. გიშდები. აი ეს მეზიზღება, აი ესე რო რჩება ლაქება, თხა უნდა წავიშორო. ხელით ნებას ხვდა. მოდი უცებ გაგიზიარებთ. დასრულდა მოკლედ პროცედურა. კმაყოფილი ვარ. ერთ-ერთი რაც ჩემი ბრალი არის ის რომ აი ამ ნაწილში ცოტა ძირებში არ წავისვი კარგად და ოდნავ სითეთრებია რაც ესე არ გამოჩნდება მაინც გადმოწეულთ მაშინ, მაგრამ ანუ არის, იმიტომ რომ კარგად არ დავიტანე იმ ადგილებში. სხვა შემთხვევაში ანუ საკმაოდ კმაყოფილი ვარ, აი ამ ნაწილში თუ გახსოვთ როგორი თეთრი მქონდა აღარ არის. ხო და
რა ვიცი 10-დან 9 ნახოთ სადამდე გაძლებს დაბაინდა დაბანამდე ალბათ რავი 2 დღე არ ვიცი 1 დღე ნახოთ რა ვიცი ხა იმ ქიმიების დადღლაზოს ყოველდღე მგონი ჯობია ყოველგვი რა მე რასაც ვიდებ აი ამ ნაწილებში ცოტა სითეთრე დამყოფა რა თქმა უნდა იმიტომ რომ კარგად არ წავისვი ცუდი არ არის მგონი ღირს დატესტოთ ვისაც მით უფრო მოკლედ მაგაქვთ იცოდეთ რომ სრული ფუფუნება გელოდებათ მე კიდე ოდნავ გრძელი მაგ და წწვალ ფაცებოქზე რო წერია ხოლმე მარტო ჩემი ხალხო ვის რა სიკვდილად უნდა თქვენი სალახანაკმარი გაფიცენ მამიდაშვილებს თქვენ მოგმეჯდებიათ ატანა არ აკაკთ ფაცებოქის ბედნიერებით ახლა შეუფარგულილი და მარტო ჩემი დედო კიდე გაიგვითხარით დავფეცდებოდით პირდა აი ხალხო ბოდიში რა გადაზეცილი ვარისა გამწოვი გრუხუნებდა უკვე წავიდა ნერვი ახლა ეს საიმიგრანტის ქმრები ბენტლები თო დაგულაო და მერსედესის ბენცები ბოდიში რა ნახაჭამაკ დაკბი ვიგი ყიდა ავტომობილი მაინტერესებს იმიგრანტმა ცოლებმა ხო გიყიდეს ახლა ნახევთ მეორე უბედურება კაბიკიბული ჯიბეში ამუდენ დადია დაგულაობენ ათარიელები ნაირ შვართალა გოგოებს ხო ახლა რა თქვათ არავინ ათარიელებენ ცალითვალი იქი ცალითვალი სკაფშია ჩართული ცოს აელაპარაკებია მესენის ჯერით ხო ეგა ორი უბედურება მერე ცოლები ჩამოდიან 50 წელიწადში ერთხელ და ბენზინის ფუთხარ ხო აი ხმევიდებენ ცოლებს რომ აპუნქტიდან წაიყვანოს საკუთარი ცოლი მეპუნქტში არა რო ჯასთან ისეთი უნამოსოები ხარ და პიცაღაძნილები ხო რომ ყველანაირად ქალებზე ხარ ჩამოკიდებული რატო ბერდებიან ქართველი ქალები მალე რატო დადიან უბედური სახეები ამიტომ თქვენ რო დგახართ ასე უნდა იქეთ ასე ხო ზეთი ჩამაკ კარტოშკა უნდა შე